ეს არის გაშლა კაცებისთვის პირველი ვარიანტი, სამი ვარიანტი მექნება. და უბრალოდ უნდა აირჩიოთ პირველი, მეორე თუ მესამე და თუ პირველია თქვენი არჩევანი, უყურეთ ამ ვიდეოს, თუ მეორე და მესამეა, ჩართეთ შემდეგი ვიდეოები. მაშასე მამაკაცებო, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, თქვენი ცხოვრების, პირადი ცხოვრების აქტუალური ფაზა იწყება და ეს აქტუალური ფაზა იქნება დიდი ქაოსი, დაკარგვიდან ქაოსში გადაზრდა და მერე სიმშვიდეში დაბრუნება. გაქვთ პერიოდი და დიდი შანსი, რომ თქვენი ოცნება აიხდინოთ 100%-ით, რაც გაქვთ გულით, რაც გინდათ ძალიან და ეს ოცნება გქონდათ და ეს ოცნება არის დაკარგული. ანუ როდესაც იყავით ამ ბედნიერებაში, სხვადასხვა მიზეზების გამო დაიკარგა და ახლა ისევ გასაღებიადებს ამ ოცნებას და დიდი შანსი გაქვთ, რომ ეს აიხდინოთ და ძალიან გეხმარება თამაში თქვენი მფარველი ანგელოზი და იღბალი ამ ადამიანს, ვიზეც ფიქრობთ, თქვენთვის არის რაღაცნაირი ანგელოზივით აღიქვავთ და გრძნობ რამდენად ბედნიერი იყავით მასთან და რამდენად კეთილის მომტანი იყო მასთან თანაცხოვრობა, მასთან ყოფნა, მასთან ურთიერთობა თქვენთვის. ძალიან ჩქარობს, რაც ჩქარობს, ეს არის გამართლება ამ პიროვნებასთან და დიდ სულიერ მეგობრობას ვხედავ თქვენ შორის მომავალში. თუმცა ახლა არის დიდი არეულობა და დისტანცია. ასევე რა მინდა ვთქვა, რომ აქტუალური თემაა თქვენთვის და ფიქრობთ სახლთან დაკავშირებით და რა ჩანაფიქრიც გაქვთ სრულდება და ამ სახლში ყოველთვის ხედავთ ამ ადამიანს. აი ესეთ სახლი წარმოგიდგენიათ თქვენ და ის მასში, ამ სახლში. აი ეს არის თქვენი გეგმა და სრულდება კი, ამ სახლთან დაკავშირებით ჩანაფიქრი სრულდება. ასევე მინდა გითხრათ, რომ რაღაცა გეგმა გაქვთ კიდე და სურვილი საქმიანი და ესეც გიხდებათ, წარმატებას აღწევთ და ამ საქმიდან აღებული შემოსავალი ძალიან გაძლიერებთ და რაღაც სტატუს თუნდაც ახლობლებში მოგაპოვებინებთ. პრობლემების გასვლის სიტუაციაა და აი ქორწინებაზე, ოჯახზე გაქვთ აი როგორი ღვთის ფარველობა გაქვთ. ოღონდ ეს დანაკარგი გაქვთ. ანუ როდესღაც იყავით, აი ნახე ეს ვირთხების სახლშია, დანაკარგშია. როგორც ჩანს იყავით ოჯახი, ან აპირებდით ოჯახის შექმნას, იმიტომ რომ დანაკარგში გაქვთ, მაგრამ ახლა ეს ქალბატონი ოჯახშია. აი სახლი, ოჯახი, ღვთისწყალობა, თქვენს ბედს, პირად ბედს აგვარებთ და ალაგებთ აბსოლუტურად 100%-ით. ისევ მინდა მივუბრუნდე თქვენ საქმიანობას და ვთქვა, რომ ძალიან დიდ ფულს შოულობთ და ეს არის რაღაც შორგზაზე. აი ნახეთ, ძალიან დიდ ფულს გქონთ შორგზაზე. ამ წუთას თითქოს კრიზისში ხართ, აი ეს საქმიანი თემაა კრიზისში, ნერვიულობთ, შფოთავთ, მაგრამ არა, მოდი ესე ვიტყვი, კარგი ნადავლით წამოხვალთ ამ საქმიანობის შემდეგად. ასევე ვხედავ რაღაცა ხელშეკრულების დადებას, ისევ შორგზაზე, რაღაცა ფულის ჩარიცხვა შეიძლება იყოს, ან პირიქით საქმიანი შორგზაზე გამგზავრება, რაც ძალიან დიდ შედეგს მოგიტანთ. ხო. ქალთან კავშირს ვხედავ და თქვენს გეგმებზე, პირად გეგმებზე საუბრობთ ამ ქალსთან და ეს ქალი დაგეხმარებათ სხვათა შორის ამ ყველაფრის მოგვარებაში. ქალი ერევა,
შეიძლება უჩუმრად, შეიძლება არ ჩანდეს, აი მე ვაკეთებ, მე არა. შეიძლება ეს დახმარება იყოს ძალიან ფარული, ძალიან ჩუმი, ძალიან ესე ვთქვათ, ფარდის უკან საქმიანობა, ჩრდილოვანი, მაგრამ გეხმარებათ, ძალიან გეხმარებათ ეს ადამიანი პირადი ცხოვრების დალაგებაში. და რაც ვთქვი, ოცნება გისრულდებათ ამასთან დაკავშირებით. თუმცა ახლა, აი ნახეთ როგორი მთვარეა თქვენს მანძილთან, ანუ ურთიერთობის დიაპაზონთან დაკავშირებით და არის სრული სიბნელე, ანუ არაფერი არ არის ახლა. გზას ვხედავ. გზა, შორი გზა, საქმესთანაც შორი გზა, პირად ურთიერთობებთანაც შორი გზა არის, წასვლა, წამოსვლა, ეს ჩანს. დიდი ფული შემოდის და დაკარგული სიყვარულის აღდგენა. ქალი, რომელიც თქვენთან მოდის კი არა და თქვენ მიდიხართ თუ მოდის, არ ვიცი, მაგრამ ჩანს, რომ ამ ქალის ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება. აი ნახეთ როგორი პრობლემური არის სიტუაცია, რაღაცა მჭრელი და იცვლება და ამის შემდეგ მოდიხარ, მიდიხარ, არ ვიცი, ვინ ვისთან წავა, ვინ ვისთან მოვა, მაგრამ ეს გადაკვეთა აუცილებლად იქნება და ეს სიყვარული გაქვთ, აი ნახეთ სიყვარულის სახლში არის ვირთხები, დაკარგული გაქვთ ეს სიყვარული. მაგრამ ახლა თქვენ სახლშია, ახლა უკვე თქვენს ხელშია ამ სიყვარულის აღდგენა. როგორც თქვი, შანსი, რომელშიც ქალი ძალიან აქტიურობს, ქალბატონი და ძალიან დიდ როლს ითამაშებს ამ თქვენი სურვილების აღდგენაში და თქვენი წყვილის შეკავშირებაში. პარტნიორობა იქნება მუდმივი, ბედნიერი, ძალიან ჰარმონიული და საქმიანობა იქნება საკმაოდ ანაზღაურებადი, ასე ვთქვათ, დიდი ფინანსების შემოსვლას ვხედავ და ეს საქმიანობაც იქნება გრძელვადიანი. კარმაში რაც დაჯდა, ეს არის სულიერი და ხორციელი სიწყარე, მშვიდობა, ძალა, სტაბილურობა, სიმყარე. ეს არის პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია, როგორც ვთქვი, მეორე და მესამე ვარიანტი, ნახეთ და უყურეთ მას.